კარლოს საკანდელიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს მსახიობი პანთეონში 3 საათისათვის ქაშვეთის ეკლესიიდან გადაასვენეს დაკრძალვის ხარჯებს დედაქალაქის მთავრობა ფარავს. ქართული კინოს და თეატრის მსახიობი 1928 წლის 1 აპრილს ვანის რაიონის სოფელ ბზვანში დაიბადა. მსახიობის კინოდებიუტი 1955 წელს მაგდანას ლურჯაში შედგა. კარლოს საკანდელიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე 61 წელი გაატარა. მას 50-მდე კინო და 80-მდე თეატრალური როლი აქვს შესრულებული. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან მსახიობის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. კარლოს საკანდელიძე 29 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამომშვიდობების ჟამი დადგა. რა გვეთქმის, გარდა საოცრად დიდი მადლობის აიღო. უზარმაზარი მადლობა უნდა გადავხადოთ აი იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც მან გააკეთა თავის ქვეყნისთვის. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა თეატრში და კინოში. წაიყვანა სიყვარული, წაიყვანა თავისი ხალხისთან, დიდი პატივისცემა, ქვეყნის შვილი იყო, დაუზარებელი. კარლო ის მსახიობია, რომელმაც მოიხადა თავის ვალი და დიდი სიხარული მოუტანა ხალხს თავისი შემოქმედება. მას თავისი რაღაც ისეთი ქონდა ღმერთისგან მოცემული, რომ იმის შესვლა ძალიან ძნელი იქნება. ასე რომ ჩვენ მეტად გლოვობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ შეიძლება მაყურებელს რომ დიდად გული არ წყდებოდეს და ერთი თვითებელს რომ კარლოსთან მსახიობები ცოტა ნაკლებად იქნებიან. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ესეთი პიროვნებები, ესეთი არტისტები ტოვებენ და ძალიან დიდი დანაკლისი არის როგორც ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი კარლო იყო ჩემი აზრით ყველასათვის საყვარელი მსახიობი და პიროვნება.